როცა ჩვენ ვქრით, ასე ვთქვათ, სავიზიტო ბარათისთვის სამუშაო არეს, აი აქ create new relax-ზე დაწყაპუნებით გამოსულ ფანჯარაში ჩვენ მივუთითოთ აი პრინტზე გადავიდეთ. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, პრინტზე გადავიდეთ და აი აქ არის ხოლმე რომ ზირთადად აი 9-4-ზე აი პიკ სანტიმეტრებში მაგალითად 9-4-ზე ან ხო იყოს 9-4-ზე იყოს როგორც გითხარით სმიკებში გადავიდეთ ფერთა მოდელში რეჟიმში ანუ color mode იგივე ფერთა რეჟიმში და იყოს ბექგრაუნდი თეთრი create relax-ზე დაწყაპუნებით მივიღებთ აღნიშნულ სურათს. ეხლა ნახეთ, მოდი შემოვიტანოთ ფოტო, რომელიც ასე ვთქვათ, რომელიც მსგავსით უნდა შევასრულოთ. მაგალითად ეს ვიზიტ კარტა ჩვენ წინა გაკვეთილზე თუ არ ვწდები შევასრულეთ, ხო? თუ ხო არა გაქვთ კითხვები ამასთან დაკავშირებით, ან ხო არ გინდათ კიდე რამე გავიმეოროთ. თუ გასაგები იყო, თუ რა ვიცი, გადავავლოთ კიდე თვალი. როგორ ხდება აი ამ ეფექტების, ასე ვთქვათ, წრიული ეფექტების, სკალური ეფექტები. ეხლავე ერთი წამით. კი ბატონო, და პლუს მივაბათ ახალი რაც მინდოდა ამიხსნა, არანაირი პრობლემა. კი ბატონო. კი ბატონო. კი ბატონო, არ არის პრობლემა. აი ცოტა გვერდზე იყო ჩაგდებული ისე რომ ეხლა აი აქ რა არის მაგალითად აი ეს ეფექტებია ძირითადად შესაქმნელი, იმიტომ რომ აი აქ ეხა თუ დავაკვირდებით დაბლა აი ამ ზოლზე, ეს არის ერთი მწვანე ზოლი, ჩვეულებრივი მწვანე ზოლი და ეს არ არის ასე ვთქვათ რთული შესაქმნელი, აქედან ოთხკუთხედ რექტანგლს ავიღებთ და აი აქ რექტანგლიდან შემიძლია მე ეს მოვნიშნო, აი აქ, რომ ესეთი მწვანე ზოლი მივიღო. თუ მაგალითად აი ეს შედახლა თუ ერთ-ერთში გავაკეთებთ, ნახავთ რომ ეს უფრო მაღალი, ანუ ასე ვთქვათ, სიგანეში თუ სიმაღლეში უფრო მეტია, ვიდრე აი ეს, ხო? თავიდან რო არ გადავნიშნოთ, აი აქ შევალთ მაგალითად select მენიუში და აი აქედან ავირჩევთ transform select. და აი აქ ოდნავ ჩამოვწევთ ქვემოთ. აი ესეთ ზოლს მივიღებთ. შემდეგ enter-ით დავეთანხმებით და მართლაც დაახლოებით ისეთი ზოლი იქნება, რაც აი აქ არის მიღებული. რახან ერთ-ერთში ვაკეთებთ, მოდით მაქსიმალურად გამოვიყენოთ ხელსაწყოები აქედან, ავიღოთ პიპეტკა, ავიღოთ ეს ფერი მივიღეთ აი აქ პიპეტკით, alt backspace-ით, ოღონდ ნახეთ ჩვენი ერთი შეცდომა ის არის, რომ background-ზე ჩავასხით ფერი, ამიტომ Ctrl Z-ით დავბრუნდეთ უკან და ავირჩიოთ ახალი layer-ი. Layers დავარქვათ სახელი, green line-ი, ან რაღაც bottom line-ი არ აქვს მნიშვნელობა და alt backspace-ით ჩავასხოთ ფერი. Ctrl D-ი მოვხსნათ მონიშნა და მივიღეთ აი ეს ფერი აი აქ. შემდეგ იგივე ფერია თუ არ ვწდები, ოღონდ ცოტა უფრო ღია მწვანე და ცოტა უფრო დიდი, ასე ვთქვათ, სიმაღლეში. მე შემიძლია ახლიდან გავავლო აი ეს ესეთი მონიშნა და მერე ჩავასხა ეს ფერი, ან ძალიან მარტივად დავაკოპირო აი ეს layer-ი, აი duplicate layer და ნახეთ აი აქედან უკვე მე აქ მაქვს მიღებული ეს მეორე line-ი. ამიტომ Ctrl T-ი მე ამას ოდნავ ზემოთ ავწევ. დავეთანხმები Enter ღილაკით. ან ეს არის რომელზეც მაქვს საუბარი. ეხლა Ctrl-ზე და აქ დაწყაპუნებით მოვნიშნავ აი ამ layers. ეს არის მონიშნული და არა ეს პირველი. ეხლა მოდი ჩავასხათ ღია მწვანე, ავიღოთ პიპეტკა. აი აქედან ავიღოთ ფერი, alt backspace-ით ჩავასხათ. ოღონდ აი აქ დავდგეთ, რა თქმა უნდა და alt backspace-ით ჩავასხათ ფერი. Ctrl D-ი მოვხსნათ მონიშნა და ნახეთ ეხლა
მე ეს ამაქვს მონიშნული უკვე, აი, რო დავაკოპირე. თუ გამოვრთავ თვალს, აი ის ისევ დაგრჩა მე აი ეს პირველი ზოლი. აი ამას თუ მივხვდით, რომ მე დავაკოპირე აი ეს, სიმაღლეში გავზარდე ტრანსფორმაციით Ctrl-T და შემდეგ ფერი ჩავასხე ახალი. ეხლა აი ეს ზემოდან რახან მაღალია გადაფარებული არის აი ამ ზოლს. ამიტომ მარტივი მოქმედებით მე შემიძლია შეუცვალო ადგილები ჩამოვიტანო ქვემოთ. და აი აქ ნახეთ მაქვს აი ეს ასე ვთქვათ, უკვე ეს მეორეც ჩანს. მაგრამ რახან ეს კიდევ უფრო სიმაღლეში მინდა იყოს, ანუ ამ შემთხვევაში ამაზე მაქვს საუბარი. კიდევ ერთხელ Ctrl-T გავზრდი სიმაღლეში აი ესე. ან თუ ამას არ იმავქნით, უბრალოდ აი აქ ზემოთ ავწევთ, ნახეთ, ეხლა მე პირველ ხელსაწყოს ავიღებ, გადავალ აი ამ layer-ზე და კლავიატურაზე არსებული ისრებით უბრალოდ ზემოთ ავწევ, ზედაისრით, აი ესე ზემოთ ავწევ, რომ აი ესეთნაირად. ესეც შემიძლია. ან Ctrl-T ტრანსფორმაცია გავუზარდო, სიმაღლეში გავზარდო, ან მოვნიშნო და უბრალოდ კლავიატურის ზედაისრით ზემოთ ავწიო, აი ესეთნაირად. კი ბატონო, მივიღეთ აი ეს ორი ვარიანტი აი აქ. აი ესენი. აი შემდეგ შემდეგ ესეთი რაღაც გავაკეთოთ. აი ეს ასე ვთქვათ, აი ეს სამკუთხედის მსგავსი რაღაც უნდა შევიმუშაოთ. ოღონდ იგივე ფერში იქნება, ხო? ამისათვის აქ ახლა ბევრი ვარიანტი შეიძლება ავიღოთ, აი აქედან სამკუთხედი სიტყვაზე, აი ამ პოლიგონალიდან სამკუთხედი ავიღოთ და მერე აი ეს დეფორმაცია გავუკეთოთ, მაგრამ ძალიან მარტივად შეგვიძლია ეს ყველაფერი მოვახერხოთ. თვითონ აი სამით აი მაუსი. აი ამ ხელსაწყოდან, pen tool-იდან შეგვიძლია ძალიან მარტივად მოვახერხოთ ყველაფერი. აი აქედან ავიღოთ pen tool-ი. აი ეს პირველივე ხელსაწყო და ჩვეულებრივ დავხატოთ სამკუთხედი, აი აქედან დავიწყოთ და ჩვეულებრივ სამკუთხედი დავხაზოთ და მერე მოვახდინოთ დეფორმაცია მაგის. აი აქედან დაახლოებით ახლა ზომაში მერე თქვენ თვითონაც შეარჩევთ. აი აქ, ანუ საიდანაც დავიწყეთ, დავამთავრებთ იქ აი ამ მოდი თავიდან გავაკეთოთ, ესე იგი ვიწყებთ აი ამ კუთხიდან, ახლა მაუსი რაღაც არ მემორჩილება. აი ესეთნაირად. შემიძლია ნებისმიერი ფორმით გავაკეთო და მე რა თქმა უნდა აი ესე. გადავიდე აქ უკვე თეთრი სარზე, ანუ ჩვენ ეს ვიცით, ეს არის აქ ორი ის არის გვაქვს ერთი direct selection tool-ი, ამას გადავიდეთ, ან ხო, და ნუ აქ თითეული წერტილი შეგვიძლია მოვნიშნოთ. თითოეულ წერტილზე დაწკაპუნებით სათითაოდ გადავიდეთ და იქ დეფორმაცია გავაკეთოთ. ჯერ საერთო ჯამში დაწკაპუნებით მოვნიშნოთ, მე აქ წერტილზე ნახეთ, თითოეულ წერტილზე დაწკაპუნებით ავირჩევთ თითოეულ წერტილს და იმაზე მოვახდენთ დეფორმაციას, ხო? ანუ მე შემიძლია რომ მაგალითად პლუს თვითონ ხები გაჩნდება მე თითოეულ წერტილზე მონიშნით და იმ ხებზე შემიძლია ვიმოქმედო. აი ესე, ნახეთ როგორც თითოეულ წერტილზე მოვქმედებ აი ამ ღილაკის, აი ამ ისრის საშუალებით. მაუსი არ მემორჩილება სასტიკად. უბრალოდ მოდი ჯერ ამაში ფერი ჩავასხათ მაშინ,
ახლა ესეა ფერი ჩავასხათ. ჩვენ ამის ფერი ჩასმა როგორ ვიცით, მოვნიშნავთ. ეს არის პაზი, მე შემეძლო აი აქ პაზების ნაცვლად, აი აქ პენ-თულში თუ გადავიდოდი, აქ პაზის ნაცვლად ამეღო shape-ი და ამ shape-იდან პირდაპირ შევსილს გამომიტანდა, ხო? აი ნახეთ, shape-ი ავიღე და ნახეთ აი პირდაპირ შევსილს გამომიტანდა იმ ფერით. მაგრამ რახან ახლა მე ავიღე პაზით მქონდა, არ არის მნიშვნელობა, აი აქ პაზი იყო არჩეული, ხო აი ეს. თავარია რომ მივიღე მე კონტური აი აქ, გადავალ პაზებზე, აი აქ პაზებზე, work პაზი და აი მარჯვენა ღილაკიდან fill პაზი. ჩამოშლი colors, აი აქ color-ი ავირჩიე და ავირჩიოთ აი ეს ფერი. იგივე რაც არის ეს ფერი იყოს დარჩენილი, აი აქ. აი ეს ფერია მონიშნული, ან თუ არა და აი აქ დავაწყაპუნებ აი ამაზე, გაჩნდება აი აქ პიპეტკის ნიშანი, ფერს ავიღებ, აი არჩეულია ფერი, ოკეი, ღილაკის დაწყაპუნებით და აქაც დათანხმებით, ოკეი. აი მივიღე ის რაც უნდა მიმეღო, აი აქ. ეხლა თვითონ კონტური თუ არ მინდა მე, აქედან უკვე მარჯვენა ღილაკზე დავდგები აი აქ და delete pass მივცე, მაგრამ მანამდე აქ უნდა მინდა რომ გავასწორო, ასე ვთქვა, თვითონ აი ეს სამკუთხედი D. აქედან გადავიდეთ და delete pass-ით, აი მარჯვენა ღილაკზე delete pass-ი წავშალეთ აი ეს. ეხლა ნახეთ, მანამდე სანამ მოკლედ აქ ჩავასხავდით, ერთი რაღაც გამოგჩა ჩვენ მხედველობიდან, ჩვენ უნდა მივიღოთ აი ესეთი დეფორმაცია, აი აქ. აი ესეთი რაღაც და არა სწორკუთხოვანი. აქედან გამომდინარე, სანამ ჩავასხავდით კიდეც აი აქ ჩვენ ერთი ვარიანტი იყო ესეთი, რომ აი მაგალითად აი აქ აი ამ ასე ვთქვათ direct selection tools საშუალებით გავასწოროთ აი ეს აქ და უნდა მივიღოთ მხები, რომლის საშუალებითაც ჩვენ აი ან მაგალითად ავიღოთ შეხედეთ აი ამ ხელსაწყოებიდან ნახეთ, ფენთულებიდან აქ არის ერთი ესეთი add anchor point, შემიძლია ამის საშუალებით ნახეთ აქ სადღაც შუაში დავსვამე წერტილი და ოდნავ ჩამოვწიო შემდეგ. აი ნახეთ, მოვკიდოთ ამ წერტილზე და ოდნავ ჩამოვწიო. რომ ის ეფექტი მივიღო, რაც არის გინაც ამ ხელსაწყოთი, გინაც იმავე ხელსაწყოთი შემეძლია ოდნავ ჩამოვწიო, აი ესე. და მივიღო აი ეს ეფექტი. დანარჩენი უკვე აქ რაც არის ჩვეულებრივ ესე გავასწორებ. აი ამ წერტილსაც ოდნავ გავწევ რომ დაფარვის ზონა ეს კონდეს და აი ჩამოვწევ ოდნავ ესეთნაირად. აქედან გამომდინარე უკვე გადავალ პაზებში და ამის შემდეგ გავაკეთებ ფერის ჩასმას. fill პაზი, ფერი ავირჩევ, ისევ დავტოვებ ამ ფერს, ანუ ეს ფერი იყოს. ოკეი, ღილაკი დაწყაპუნებით მივიღებ აი ამ ფერთა ესეთ ჩასმას. ამის შემდეგ, როგორც გითხარით, delete pass და მივიღე აი ეს ასე ვთქვათ, აი ეს ვარიანტი აი ამ სამკუთხედს ოდნავ, შემეძლო კიდევ ოდნავ ჩამეწია, აი როგორც აქ არის, რომ ცოტა ესეთი ეფექტი ქონეს, ასე ვთქვათ. შემდეგი ნავიჯი იგივე აი ეს ასე ვთქვათ, უფრო ღია ფერი. იგივე მეთოდით შემიძლია გავაკეთო, აი აქ pen-tool-ი, ანუ pen-tool-ი და აქაც იგივე მარტივი მოქმედებებით მოხდება ამის, ასე ვთქვათ, გაკეთება. სამკუთხედი. ოღონდ ნახეთ, ახლა აქ შემიძლია ერთი ესეთი ვარიანტი გავაკეთო, მაგალითად. ნუ იგივე თუნდაც სწორკუთხოვანი გავაკეთოთ, ესეც შეიძლება, აი აქ. სწორკუთხოვანი სამკუთხედი გავაკეთოთ და მე როგორც აი აქ შუაში დავსვით წერტილი, ისე შეგვიძლია აი აქ წერტილი დავამატოთ. აი აქ და ისე შეგვიძლია მე უბრალოდ ოდნავ ჩავწიოთ. აი ავიღოთ ახლა აი აქ. აი ეს რაღაც წერტილი დავამატოთ აი აქ.
და აი ამ ხელსაწყოთი უკვე ცოტა ჩავწიოთ აი ესეთნაირად. ან შეგვიძლია აქ მხების საშუალებით, მხებით ვიმოქმედოთ. ხებით ვიმოქმედოთ და მაგის საშუალებით შეგვიძლია გავაკეთოთ აი ესეთი ვარიანტი, ასე ვთქვათ. აი ესეთნაირად. ეხლა მოდი ფერი გამოვიძახოთ. ისევ პაზებზე ვართ ჩვენ. მარჯვენა ღილაკიდან fill პაზი. fill პაზი, მოდი ეს დაგვჭირდება. color და აი ჩვენ გვინდა აი ეს. ოკეი, ღილაკზედაც გავყენებით, ანუ მე ავიღე აი ზემოთ აი ამის ფერი. ამ ნახოთ, მივიღეთ აი ეს, აქაც მარჯვენა ღილაკით delay პაზი და უბრალოდ ახლა ლეიერებზე გადავიდეთ. და აი აქ ერთი ვარიანტი რაც ჩვენ გავაკეთეთ არის ერთ ლეიერზეა ყველაფერი გაკეთებული. რაც ჩვენი დიდი შეცდომა. როგორ გამოვასწოროთ ეს შეცდომა? ავიღოთ აი ეს ხელსაწყო, magic wand-ი, მოვნიშნოთ აი ეს. მარტო აი ეს, რაზედაც არის, რაზეც მაქვს ახლა საუბარი. და მარჯვენა ღილაკიდან layer via cut. ეს ცალკე ლეიერზე გადავა, აი ნახეთ, ცალკე ლეიერზე გადავა. უბრალოდ ჩვენ მხოლოდ ერთი უნდა მოგვენიშნა აქედან. აი ასეთ დაწკაპუნებთ, მხოლოდ ერთი უნდა მოინიშნოს და არა ყველა მის ქვემოთ ყოფილი ლეიერი, ამიტომ ფერის ჩასხმა მაშინ მოდი მოვახდინოთ სხვა ლეიერზე, აი ახალი ლეიერზე გადავიდეთ. გადავიდეთ აი პაზებში. მარჯვენა ღილაკი, fill პაზი. fill პაზიდან მოდი ცოტა ჩამოვწიოთ ქვემოთ, იმიტომ რომ აი ეს ჩანდეს, გამოჩნდეს აი ეს ლეიერი, აი ეს სურათი. color-იდან ავირჩიოთ. აი ეს გვინდა ჩვენ, აი ეს მწვანე. და მოხდა ფერის ჩასმა. ოღონდ აი სხვა ლეიერზე მოხდა უკვე ფერის ჩასმა. აქედან გამომდინარე, ხა რახან სხვა ლეიერზე მოხდა ფერის ჩასმა. ნახეთ, უკვე შემიძლია ამისი რედაქტირება და სხვაგან ასე ვთქვათ, აი ეს ფარავს მის ქვემოთ ყოფ აი ამ სურათს, ხო? როგორც ვიცით, მარტივად ჯერ მოდი ეს პაზი წავშალოთ. პაზი, ანუ ეს კონტური წავშალოთ, ხო? delayed პაზი წაიშალა. და ამის შემდეგ შეუნაცვლოთ ადგილები ამ ლეიერებს, ხო? აი ჩამოვიტანოთ ქვემოთ. აი გამოჩნდა აი ეს, როგორც ამაზე აქ მაქვს საუბარი, აი ეს. ანალოგიურია იგივე აი ესეც, შემიძლია თვითონ ესეც დავაკოპირო. მე და ზომაში გავზარდო, ოღონდ უბრალოდ ცოტა სხვა ის აქვს, მაინც მე დამჭირდება რედაქტირება. და ამიტომ ბარემ თავიდან გავაკეთებ ამას, აი აქ. ავიღებ ასე იგი pen tools და იგივეს გავაკეთებ თავიდან, ოღონდ აი აქ ნახეთ ცოტა ესეთი ეფექტი აქვს, ანუ ნახეთ აი დავიწყებ pen tool-ით, ესე იგი აი ბოლომდე ავალ პრინციპში შემდეგ აი ნახეთ აქ აქედან წამოვალ და ისევ შევქმნი ასე ვთქვათ აი ამ ჩვეულებრივ ესეთ რაღაც ტრაპეციის მსგავს რაღაცა. შემიძლია აქ ეს მე უკვე დავარედაქტირო. ესე იგი ავიღო ეს ხელსაწყო, ეს რა თქმა უნდა ბოლომდე ოღონდ ნახეთ კიდე ერთხელ მან დავაჭირო რომ მხოლოდ ეს გააქტიურდეს ეს წერტილი, ავწიო ზემოთა ესე. და აი აქ კიდე ერთი წერტილის დამატება მინდა. ეს ვიცით რატომ, იმიტომ რომ ესეთი ეფექტი შევქმნათ, აი აქ. ჩამოვწიოთ ქვემოთ ესეთნაირად.
აი ესეთნაირად ჩამოვწიოთ ქვემოთ, ან თუ გნებათ აი აქ კიდე მივწიოთ, ესეც შეიძლება, მარტო მხებიდანაც შეიძლება ამის მოქმედების შესრულება. მოკლედ, ეხლა მე მინდა აი აქ ფერი ჩავასხა, ოღონდ გავითვალისწინოთ, რომ ესეც უნდა მოხდეს ახალ ლეიერზე. აი აქედან შევქმნათ ახალი ლეიერი. ახალ ლეიერზე აი აქ ეს. ოღონდ ეს მოდის ფლად ქვემოთ ჩამოვწიოთ, იმიტომ რომ გადაფარავს და ბარემ ქვემოთ იყოს ყველა ლეიერის ქვემოთ, იმიტომ რომ ყველაზე დიდია მოცულობაში. ამიტომ ამას დავარქვათ background-ი, BG-ი აღნიშნოთ. background-ი. აი ესე. და ესე იგი, რას ვაკეთებთ? work path-დან, აი აქ პაზებიდან ვაკეთებ fill path. color-ებიდან ვირჩევ უკვე აი ამ ფერს. აი აქ ფერზე. Okay, relax-ზე ვაც გაპოვნებ და ეს ფერი ესხმება აი აქ. და როგორც გითხარით, აი უკან რახან გადავიტანეთ, ყველაზე ქვემოთ რახან გადავიტანეთ ეს ლეიერი, გამოჩნდა აი აქ როგორც უნდა გამოჩენილი იყო. გადავიდეთ პაზებზე, აქ მარჯვენა ღილაკიდან უთხრათ delete path და აი წაიშალა. და მივიღეთ აი ეს ვარიანტი. ეხლა აქ ნახეთ თითქოს ზემოთ არის დარჩენილი თეთრად ნაწილი, შემიძლია ამაზე დავდგე. ანუ აი ამ ლეიერზე, Ctrl+T საშუალებით, ოდნავ ზემოთ ავწიო. აი ეს. ოდნავ ზემოთ ავწიო, enter ღილაკის დათანხმებით, აი უკვე მივიღეთ სრულად შევსილი ის ვარიანტი, რაც უნდა მიგვეღო. მოკლედ. შემდეგ უკვე მეორე ნაწილი ეს არის აი ეს. აი ამის გაკეთება და პლუს წარწერების გაკეთება და აი ამის შემოტანა. კარგით, მოდი 1-2 წუთი შევისვენოთ და ისევ გავაგრძელოთ ჩვენი თემა. მოკლედ, რას ვაკეთებდით ახლა? ანუ უკვე აი ეს შიდა, ასე ვთქვათ, აი ეს უნდა მოგვიგვარებე და პლუს აი აქ კუთხეში არის იგივე სამკუთხედი. ეს შემიძლია თუ ახლა მსგავსი არ არის ამის თორე დავაკოპირებდი და მე flip horizontal-თან vertical-ით შეგვეძლო გაგვეკეთებია. თუმცა თავიდან გავაკეთოთ ხელით, არ არის პრობლემა, აი ამ კუთხეში რაც არის, აი ამაზე მაქვს საუბარი. მე ახლა გავაკეთოთ, მოდი აი ეს მომენტი რაც აქ არის, თქო, მოდი ახლოში მოვიტან და უკვე აი ეს მომენტი გვინდა გავაკეთოთ. გადმოვიდეთ აი აქ, გადავიდეთ, მოდი ეს წავიღოთ თავის ადგილზე. და მოკლედ აი ეს ვარიანტი მინდა გავაკეთო აი აქ. კარგით, მოდი ეს ზემოთ ავწიოთ ცოტა, რომ კარგად ხედავდეთ. და აი აქ ეხლა თქვენი აზრითაც რა შეიძლება მოხდეს აი აქ, ანუ როგორ შევიმუშაოთ აი ეს ვარიანტი. ნუ ბუნებრივი არა, ეს გავს დილან წრეს, შეგვიძლია ცალკე ნახევარ წრეს გავაკეთოთ და ასე შემდეგ, მაგრამ მოდი ძალიან მარტივი გზით წავიდეთ პირველ რიგში. გადავიდეთ აი აქ ლეიერებზე, ვნახოთ რა ლეიერებია, ნუ ავიღოთ თლად თავში არ აქვს მნიშვნელობა, აი აქ ახალი ლეიერი აქედან. მიკროფონები გამოვართოთ თუ არ გჭირდება. და მოდი ესეთი რაღაც გავაკეთოთ. აი ახალი ლეიერი ავიღოთ, დავაწეროთ აი აქ რომ წრე არის. პირველი თუ გნებავთ იყოს წითელი წრე. წითელი წრე დავაწერეთ, თუ გნებავთ როგორც ვიცით, მარჯვენა ღილაკიდან გადავიდეთ და აი აქ ავირჩიოთ red და ამითაც ასე ვთქვათ, უფრო გასმარტივად იყოს გასარჩევად, რომ ეს ლეიერი არის აი ამ წითელი წრის. აი აქედან ავიღოთ ელიფსი და სადღაც აი აქ გავაკეთოთ აი ესეთი წრე. შეგვიძლია ცოტა ქვემოთაც ჩამოვიტანოთ აი აქ.
და აქ ჩავასხათ წითელი ფერი. ავიღოთ პიპეტკა, დავაწყაპუნოთ აქ, მივიღეთ წითელი ფერი და Alt Backspace-ით ფერი ჩავასხათ. Ctrl-D-ი მოვხსნათ მონიშნა. ეხლა მე შემიძლია აქ სამი წრე შეიძლება ასე ვთქვათ, ავიღოთ. პირველი ის რომ არ დავიწყოთ კიდე ახალი წრის დახაზვა, ეგეთ შეიძლება, თუმცა აქედან ავიღოთ ახალი წრე დავხაზოთ, ამიტომ მარტივად დავაკოპიროთ აი ეს duplicate layer და აქ ჩავწეროთ წითელის ნაცვლად, მაგალითად თეთრი. აქაც მოდი საერთოდ მოვუხსნათ თეთრი არ არის, გრეის თუ ავიღებთ. თუ არ და საერთოდ არ იმოვხსნათ, მოვნიშნოთ აი ეს. ჩავასხათ ამაში თეთრი ფერი არის აი აქედან უკანა ფერი, background color-ი და ამიტომ Ctrl Backspace-ით ჩაესხება თეთრი ფერი. Ctrl-D-ი მოვხსნათ მონიშნა, Ctrl-T-ი ისევ მოვნიშნოთ და ნახეთ Shift-Alt-ით დავაპატარავთ აი ეს. აი ესეთნაირად. Enter-ღილაკით დავეთანხმოთ და მივიღეთ თეთრი წრე. ეხლა ჩვენ კიდე გვინდა ერთი უკვე მწვანე, ამიტომ კიდე ერთხელ დავაკოპიროთ აი ეს ლეიერი, ოკეი ღილაკი და აქ უკვე თეთრის ნაცვლად მწვანე წრე დავარქვათ და აი აქაც მოდი ავიღოთ green. აი ესეთნაირად. მოვნიშნოთ ეხლა Ctrl-Z და აქ დაწყაპუნებით. მოვნიშნოთ ეს თეთრი წრე ან მარტივად. თუ არ გვახსოვს Ctrl და აი ამ ადგილზე დაწყაპუნება. აქ არის ესეთი magic wand-ი, დავაწყაპუნოთ აი აქ და თეთრი წრე მარტივად მოინიშნა. მიაქციეთ ყურადღება, რომ აი აქ ზოგჯერ contiguous თუ გამორთულია და აქ თეთრზე დააწყაპუნებთ. ნახეთ, Ctrl-D-ი მოვხსნათ მონიშნა. თუმცა ამ ლეიერზე ხარ და შეიძლება მეტი არც მოინიშნოთ, რომ შეიძლება სხვაგანაც თეთრი მოინიშნოს, ამიტომ contiguous ჩართეთ და აქ მარტივად მონიშნავს მხოლოდ აი ამ წრეს. და ამის შემდეგ ჩავასხოთ მწვანე ფერი, ავიღოთ პიპეტკა, ავიღოთ აი აქ ეს ფერი. აი აქ მწვანე ფერია მოინიშნა და შესაბამისად Alt Backspace-ით ჩავასხოთ მწვანე ფერი. Ctrl-D-ი მოვხსნათ მონიშნა, მაგრამ დაპატარავება გვინდა და Ctrl-T ან გავეხსენოთ მენიუდან Edit, Free Transform იგივე Ctrl-T, ან Transform-იდან ავიღოთ Scale, აი ეს. და Shift-Alt-ით, აქაც Shift-Alt-ის დახმარებით, აი ესე ძალიან, აი ესეთნაირად Enter-ით დავეთანხმოთ და მივიღეთ ის ვარიანტი, რაც უნდა მიგვეღო აქედან. ეხლა აი აქ, როგორც თქვით, არც მაინდა-მაინც ბევრი ლეიერებია, მაგრამ როგორც ვიცით, ვაჯგუფებთ ხოლმე ლეიერებს. ეს სამი წრის ლეიერი შეგვიძლია Ctrl ღილაკის დახმარებით აი ესე მოვნიშნოთ და შემდეგ აი აქ ქვემოთ ზოლზე, პანელზე დავაწყაპუნოთ აი აქ პაპკის ფოლდერის გამოსახულებას აი აქ group და აი აქ დაჯგუფდა ყველა ის წრე, რაც ჩვენ გვქონდა. ამასაც ასე იგი ორჯერ წკაპით შევუცვალოთ სახელი და წრე დავარქვათ, რომ აქ არის წრეები შენახული. შემდეგ გვინდა უკვე აი ეს მომენტი აი აქ რაც არის, ესე ძალიან მარტივად ავიღოთ აი აქედან რექტანგლი. აი გადავატაროთ აი ესე. ეხლა ამის გასწორებასაც ასე ვთქვათ, შეგვიძლია ესეც გავასწოროთ, მოდი ჯერ ავიღოთ ახალი ლეიერი. წრეების ზემოდან ახალი ლეიერი ავიღოთ. აქ ტექსტის ლეიერია და დავარქვათ ტექსტი. ტექსტი დავარქვათ და თეთრი ფერი ჩავასხოთ. კი ბატონო, თეთრი ფერია როგორც გვით.
აქ უკანა ფერი და Ctrl Backspace-ით ჩავაწყით თეთრი ფერი. Ctrl D-ი მოვხსნათ მონიშნა და უბრალოდ ეს როგორ გავაშუალოთ ახლა ეგ. Შეიძლება ასე ამოძრავოთ, ახლა იმენად არ შეემჩნევა აქ, იმიტომ რომ მაგრამ შუაში გვინდა იყოს ამის შუაში, ამიტომ ქვემოთ შეგვიძლია ესე ღილაკით ჩამოვიტანოთ და ახლა ნახეთ რა ხდება. ზუსტად რო გავასწოროთ, აქ ჩვენ დაგვჭირდება სახაზავები. მოდი ეს ჩავკეცოთ დროებით. წამოვიღოთ სახაზავი 1 და აი აქ მივადგათ, მეორე სახაზავი წამოვიღოთ და აი აქ მივადგათ. მოდი Ctrl პლუსი ცოტა ახლოს მოვიტანოთ, რა გვინდა რომ გავაკეთოთ. გვინდა ეს გავაშუალოთ მოკლედ. შეგვიძლია ამ სახაზავით გავზომოთ, მაგალითად აქედან აქამდე მანძილი. და ნახეთ რახან ახლოში არ მოვიტანეთ ცდომილება, ნახეთ ზუსტად რამდენია, შემიძლია ზემოთ წავიღო ესეც, რომ ზუსტად აი აქ რამდენი ახლოში მოვიტანეთ, რა თქმა უნდა, ცდომილება იქნება ესეთნაირად. და ასე ვთქვათ, აი ეს სახაზავი აქედან შეგვიძლია გამოვიყენოთ ruler. თუ არის სწორად, მაგალითად, აი აქედან აქამდე მანძილი არის აი ეს. ესო წამოვიღოთ, ახლა ეს ნახე, ეს იყო აი აქ, ხო? დავიმახსოვროთ, ახლა ესო წამოვიღო. აქედან აქამდე მანძილი თითქმის სწორია, კი? აი, 10 აქედან აქამდე მანძილია, ეს არის აქედან აქამდე მანძილი. ასე შეგვიძლია გავზომოთ ამით. კი ბატონო, ძალიან კარგი. ეს სახაზავები უკან დავაბრუნოთ. ჩვენ აღარ გვჭირდება. ესე გავაშუალეთ და ჩვენ გვჭირდებოდა მხოლოდ წარწერა. აი ეს fast HPD. მარტივად აქედან ავიღებ ახლა ხელსაწყოს. ჩავაწყაფუნებ აი აქ. დიდი წარწერა, აქედან შევარჩემ. და 14-ს აი ესე. რა თქმა უნდა დიდია, ამიტომ და მე დავაპატარებ, რა თქმა უნდა. Fast. ქართულად, მოდი. არ გვინდა. Fast. Touch. PD. დავეთანხმოთ. შემდეგ Ctrl T და Shift Alt-ის დახმარებით წარწერა დავაპატარავთ. სამობრუნდა თუ რა იყო. Ctrl T. აი აქ Shift Alt-ი, რომ თანაბრად დაპატარავდეს. წამოვიღოთ, დავდოთ აი აქ. შეგვიძლია კლავიატურის ისრებითაც მარტივად გავასწოროთ. აი ზუსტად თითქმის აი ესე არის ეს Enter-ით. დავეთანხმოთ და ახლა შეგვიძლია მხოლოდ ფერი შევუცვალოთ. მოდი მოვნიშნოთ მარტო აი ეს ნაწილი. შესაბამისად ეს იქნება წითელი ფერი, ავიღოთ თუ გნებავთ. აი ფერი აქედან გამოვიძახოთ. წითელი ფერი ავიღოთ. აი აქედან. ავეთანხმოთ. მეიღო წითელი ფერი, შემდეგ ვინდა მწვანე ფერი. ისიც აი აქედან ავიღოთ. პიპეტი მწვანე ფერი, დავეთანხმოთ. და ასევე ჩვენ გვინდა იყოს წითელი ფერი. პიპეტი ეს ფერი აქედან ავიღოთ და მივიღეთ ზუსტად ის წარწერა, რაც უნდა მიგვეღო. ზუსტად ის სურათი მოკლედ. უბრალოდ შეგვიძლია აი აქ ზუსტად ესეთი შრიფტი მოვძებნოთ, თუ მოვნიშნავთ ერთ წამით. თუ მოვნიშნავთ და ჩვენ ვიცით, რომ შრიფტის არჩევა, თუ გამოვიძახებთ ამ პანჯარას, შეგვიძლია აი აქედან მოვძებნოთ შესაბამისი, აი თუნდაც იყოს აი ეს, რომ ნახოთ, რომ აქედან შეიძლება შრიფტის ცვლა. აი იყოს ეს დავეთანხმოთ ოკეი ღილაკზე დახმარებით და აი ნახეთ მივიღეთ, რომ აი ეს ასე აქ მეტი დაცილება მიიღო ახლა აი ამან შრიფტის შეცვლის გამო, ხო? ამიტომ მოდი ისევ შევანაცვლოთ ისეთი როგორიც იყო თუ გნებავთ. აი ეს იყოს მაგალითად მივიღეთ. აი ეს. აქ შეგვიძლია ახლა
ახლოს მივწიოთ. დავეთანხმოთ აი ამ თოლიას ნიშნით. პირველ ხელსაწყოზე გადავიდეთ და აი აქ პირველ ხელსაწყოზე შემდეგ უკვე თუ დავაწყაპუნებთ აი უბრალოდ აი ესეთი ასე ვთქვათ კლავიატურის ისრებით შეგვიძლია ვამოძრავოთ. ესეც მივწიოთ ახლოში, აი აქ გადმოვიდეთ. ნუ პრინციპში მიღებულია ის რაც უნდა მიგვეღო. მოკლედ მოდი აქაც ეს დავაპატარავთ ახლა უკვე და ახლა უკვე ჩვენ გვინდა მივიღოთ წარწერა პლუს აი ამ ასე ვთქვათ ღილაკებით ვურთ. ახლა ეს როგორ გავაკეთოთ? პირველი წარწერა ეს არ არის ასე ვთქვათ რთული ვარიანტი, მოდი ჯერ ესეც შევიმუშაოთ აი აქ, აი ამ კუთხეში. ესეც როგორც ასეთ გავიხსენოთ, რომ ეს არის pen tool-ის საშუალებით. აქაც უბრალოდ სამკუთხედი დაიხაზება, ოღონდ აქ ავიღოთ და დავარქვათ ამას right top-ი, ანუ მარჯვნივარი და ზემოთ. right top-ი. დავიდეთ ინგლისურზე. top, აი ესე. და აი ავიღოთ აი აქ ესე და აი ესე. მოდი ჩავანაცვლოთ. აი ეს. ეს იგივეა რომ ახლა უკვე აქ მე წერტილი ავიღო და ეს წერტილი აი ამ ასე ვთქვათ direct selection tool-ით მოვკიდოთ აქ შუა წერტილზე და წავიღოთ ქვემოთ აი ეს. ესეთნაირად. პაზებზე გადავიდეთ, აქედან fill პაზი, ისევ მწვანე ფერი გვინდა, აი აქედან ეს ფერი, OK, ღილაკზე დაწყაპუნებით, აქაც OK, მივიღებთ აი ამ სურათს. შემდეგ კონტური ანუ პაზი არ გვინდა, მარჯვენა ღილაკიდან delete პაზი და მივიღეთ მხოლოდ აი ეს ასე ვთქვათ ის სურათი რაც გვინდოდა. აი აქ აი მოვთულ ღილაკის საშუალებით აქ შეგვიძლია ეს აი ესეთნაირად ვამოძრავოთ და მივიღოთ ის რაც უნდა მიგვიღო აი აქ. ეს სახაზავი აღარ გვინდა. და მოკლედ ვაკეთებთ წარწერას და პლუს აი ამ ღილაკებს. მოდი ტეხელსაწყუთი აქ ჩავაწყაპუნოთ. მოდი ავიღოთ სხვა აქედან ესეთი სხვა სტილის წარწერა. real რაღაც ესეთი. აი ეს იყო სტანდარტული, მოდი არ გვინდა ბევრი ისა. ანუ ავიღოთ მაგალითად წარწერას დავეთანხმოთ თოლიას ნიშნით, შემდეგ Ctrl-T ეს უკვე ასე ვთქვათ გამოვიძახოთ Windows-ი და აქედან ისტორიაში დავბრუნდეთ ცოტა ოდნავ უკან. აი ესეთნაირად პირველი ხელსაწყოთი მოდი ეს გავასწოროთ. კლავიატურის ისრებით შემდეგ წარწერაზე გადავიდეთ Ctrl-T როგორც გითხარით და Shift-Alt-ის დახმარებით ოდნავ დავაპატარავთ. ჩავაწყაპუნოთ აი აქ და
აქაც თოლიას ნიშნით დავეთანხმოთ. უბრალოდ ჩვენ გვინდა მწვანე ფერის წარწერა იყოს. ესეც ფერი მარტივად შეგვიძლია შევცვალოთ. ასევე ქვემოთ არის მითითებული, რომ არის გრაფიკული დიზაინერი, შესაბამისად მოდი მეტი პატარა შრიფტი ავიღოთ. დავეთანხმოთ თოლიას ნიშნით და პირველი ხელსაწყოთი უბრალოდ გამოვიტანოთ, აი მოვკიდოთ ხელი და გადავაადგილოთ აი აქეთ. აი ესეთნაირად. და გვინდა ხაზი გავუსვათ. ძალიან მარტივია, ხაზის გასმა შეგიძლია აქედანაც გავაკეთოთ, უბრალოდ აი ესეთი პატარა ვიწრო ზოლი ავიღოთ. ახალ ლეიერზე დავარქვათ ლაინი. და ფერი რა ხომ მწვანე ფერია, მარტივად შეგვიძლია მწვანე ფერი ავირჩიოთ და Alt Backspace-ით ჩავასხოთ. Ctrl D-ი მოვხსნათ მონიშნა და მივიღეთ ის, რაც უნდა მიგვიღო. თუ გავითვალისწინებთ სხვადასხვა ნიუანსებს, მაშინ ეს წარწერა უნდა უსწორდებოდეს აი ამას, ხოლო ეს ხაზი უნდა უსწორდებოდეს აი კლავიატურის ისრებითაც გამოვიტანოთ აი ამასაც მიაქციეთ ყურადღება, რომ აი თან სახაზავი შეგვიძლია გამოვიტანოთ მარჯვენა მხრიდან და ამ სახაზავს შეგვიძლია გავუსწოროთ აი ეს. ანუ ესე იგი ეს ხაზი კიდევ შესაძლებელია. აი ესეთნაირად. ეხლა რაც შეეხება აი აქ მოცემულ ღილაკებს, ეს ბევრნაირი გზით შეგვიძლია გავაკეთოთ. პირველი რომ ჩვენ მოვიძიოთ, შეგვიძლია თვითონ აი აქ არის პანჯარა რომ custom shape tool, უბრალოდ ქვემენიუ და აქედან შეგვიძლია ვები არის აქ ქვემოთ, აი ეს ჩამოვხსნათ shape and more. აქაც ჩამოვხსნათ ეს შეიფები და აქ რა ვიცი მოვიძიოთ მაგალითად ვები. ან შეიფებში, ან ვებში შეგვიძლია მოვიძიოთ ეგ. ჩამოვშალოთ ვები და აქ ვნახოთ მსგავსი თუ არის რაიმე რაც ჩვენ ასე ვთქვათ გამოგვადგება. ერთი არის აი ეს წერილი, რომელიც აი აქ კონვერდი უпроსტორად მეილისთვის. ასევე დედამიწა, აი აქ ასე ვთქვათ ვებსაიტის მისამართისთვის. ტელეფონი არ არის, მაშინ ეს შეგვიძლია ჩვენ გადავიდეთ შეიფებში. აი აქ შეიფ ჩამოვშალოთ და ვნახოთ თუ არის მსგავსი. აი აქ მან მოდი რახან არ არის ტელეფონი, ესეთი გზა ავირჩიოთ. გადავიდეთ საიტზე, აი აქ გადავიდეთ და Google-ში ავკრიბოთ მოდი ესეთი ისა phone. გადავალთ სპეციალურ ვებსაიტზე, სადაც აი აქ იმეიჯებში შეგვიძლია გადავიდეთ და ბევრი ესეთი მსგავსი აიკონი მოვიძიოთ. მოდი ერთ-ერთი რომ იყოს ესეთი ტელეფონი. დაახლოებით აი ეს ავიღოთ თუ გნებოთ, ან აი ეს. მარჯვენა ღილაკით save images და შევინახოთ ასე ვთქვათ ჩვენს დესკტოპზე. სურათების პაპკაში ეს არის ეს პაპკა და დავარქვათ phone. შემდეგ შემოვიტანოთ ეხლა აი აქ ესე იგი ჩავკეცოთ მოდი ეს და შემოვიტანოთ file open. ნახეთ აქ შემოტანის გზებიც, ესე იგი მოდი განვიხილოთ რამდენნაირი და როგორი არსებობს. აი მაგალითად ეს შემოვიტანოთ. მოვკიდოთ ხელი, ჩამოვაგდოთ ეს პანჯარა და პირველი ხელსაწყოთი გადმოვიტანოთ. ეგ ნახეთ, ვერ გადმომაქვს. მოდი ესეც რო ჩაკეტილიც არის. პრინციპში ვერ გადმომაქვს, მოკლედ. ამიტომ ნახეთ რა მეორე გზა შეიძლება რა ავირჩიო. ჩამოვიდი აქედან, open-ით არა. აქ არის ესეთი გზა file place embedded და აქედან მოვძებნი folders, იგივე folders გამიხსნის. place embedded და იგივე პანჯარა გაიხსნება, სადაც აი აქ ავირჩევ და შემოვა უბრალოდ მარტივად. Control S საშუალებით და
Shift Alt-ით დავაპატარავებ, დავეთანხმები Enter-ით, მოვიტან დავსვამ აი აქ. შემდეგ შეგვიძლია ფერიც ნახოთ, როგორ შეიძლება ჩავასხათ ფერიც. ავირჩიოთ აი ეს ხელსაწყო. Rasterize Smart Object-ად გადააქცევს და შემდეგ შემიძლია ფერი ჩავასხა. აი ესეთნაირად. ან მოდი რახან აქ მრგვალად აგვაქვს ჩვენ ეს ერთ-ერთი რახან არის, აი ეს სიმრგვალეებია აი აქ, მოდი დავბრუნდეთ უკან, Ctrl-D-ი მოვხსნათ მონიშნა და აი აქედან ეხა მე მარტივად შემიძლია, მაგალითად მოდი Ctrl+-ით ახლოს მოვიტანოთ, რომ მხოლოდ სიმრგვალე დავტოვო. აი აქედან ჩამოვაჭრი. აი ამ შემიძლია ეს შავი კომპონენტი ჩამოვაჭრა. აი ამ საშლელის, აი ამ საშუალებით Magic Erase Tools და მივიღო ესეთი ვარიანტი. ამიტომ ნახეთ ახლა მე ყურმილი როგორი ფერის არის, თეთრი ფერის, ხო? ძალიან მარტივად ახლა აქ მინდა თეთრი ფერი ჩავასხა. მოვნიშნავ Magic Wand Tool-ით ამ შავ ფერს და Ctrl Backspace-ით რახან უკანაფერია თეთრი, Ctrl Backspace-ით ჩავასხავ თეთრს, Ctrl-D-ი მოვხსნი მონიშნას და მივიღებ იმას, რაც მინდოდა. ანუ ძალიან მარტივად მოვახერხე აი ეს ყველაფერი. ანუ ტელეფონი. შემდეგ იგივე ვარიანტი გვინდა რომ აი აქ დედამიწა შემოვიტანოთ, ან აიკონიდან, ან რახან გვაქვს აი აქ. შემიძლია რომ აქედან შემოვიტანო აი ეს, მოვკიდო ხელი და უბრალოდ ესე გადავაადგილო. და აი აქ ბაზებიდან შემიძლია fill pan make selection გავაკეთო და შემდეგ ფერი ჩავასხა მწვანე ფერი Alt Backspace-ით. უბრალოდ აი აქ layer-ზე გადავიდე, ახალი layer-ი ავიღო და Alt Backspace-ით ფერი ჩავასხა. Ctrl-D-ი მოვხსნა მონიშნა და აი მივიღო ესეთი სახე. აი იმით გავასწორო აი ეს. აი ესეთნაირად მაუსის სისწრებით გავასწორო. ან იგივე ზომის წრე ავიღო. აი ეს შუაში დავდგე. აი აქ Shift Alt-ით რაღაც ზომის წრე ავიღო, ცოტა დიდი. და აი აქ ამის უკან ფერი ჩავასხა. მოდი ახლა მე თეთრ ფერს არა და ცოტა სხვა ფერს ჩავასხავ, რომ იქ ნახო, მართლაც ესეა თუ არა, ნებისმიერი ფერი არ აქვს მნიშვნელობა, Alt Backspace-ით ჩავასხა. და ნახეთ ეს ზემოდან დაეფარა. რატო? იმიტომ რომ ამის ქვემოთ არის აი ეს. უბრალოდ layer-ებს შევუცვლი ადგილს, ეს მარტივად ვიცით ჩვენ, აი ესეთნაირად მივიღებ აი ამას. აი ეს გვინდა თეთრი ფერის იყოს, მოვნიშნავ Ctrl-ზე და Ctrl-ზე დაწყაბუნებით და დაჭერით და აი დაწყაბუნებით მოინიშნა აი ეს. Ctrl Backspace-ით თეთრ ფერს ჩავარსხავ, იმიტომ რომ უკანა ფერია თეთრი, Ctrl-D-ი მოვხსნი მონიშნას. მოდი ნახოთ ერთი წამით ბაზები make selection-ი გავაკეთოთ, როგორც ეხან გავაკეთეთ და აი აქ მინდა თეთრი ფერი ჩავასხა Ctrl Backspace-ით. Ctrl-D-ი მოვხსნათ მონიშნა და ნახეთ აი აქ ორი გვაქვს ახლა ეს ჩვენ. ეს არ გვინდა, delete-ით წავშალოთ, აქ კიდე რამოდენიმე გქონია და და უკანა ფონი მინდა იყოს მწვანე. ეხლა ვნახოთ, ეს ახლა ერთ layer-ზეა, შეხედეთ ერთ layer-ზეა, მაშინ რა უნდა ვქნა, მე რომ მწვანე ფერი ჩავასხავ, მთლიანად მწვანე ჩაესხმება. ეხლა ნახეთ, მთლიანად მწვანე ჩაესხმება. ამიტომ ნახეთ, აი ჩავასხევ, ყველაფერს მწვანე გადაესხა. ამიტომ რა უნდა ვქნა, ეხლა მოვიტანო ახლოში და ესე კი არ უნდა მოვნიშნო. მე უნდა მოვნიშნო აი ეს, Ctrl-D-ი მოვხსნათ მონიშნა, აი ამ Magic-ით,
ხელსაწყოთი მარტო იასამნისფერი მოვნიშნო. და control backspace-ით რახან უკანა ფერია თეთრი, აი საბოდიში მწვანე არის, alt backspace-ით ჩაეწყება, მივიღებ აი ამას control d-ი მოვხსნი მონიშნოს და მივიღებ იმას რაც უნდა მიგვეღო. მოკლედ ესე იგი ესეთი კომბინაციებით შეგვიძლია აი ეს მივიღოთ. ესე ცოტა გავზარდოთ, ოდნავ shift alt-ით ოდნავ გავზრდით აი ეს. ესეც ეხლა რამოდენიმე layer-ზეა, ხო ეს, აი ეს და ეს. ამიტომ მოვნიშნავ ამას. Control-ს დაჭერით, Control E კლავიატურის კომბინაციით გავაერთიანებ. და ოდნავ ქვემოთ ჩამოვწევ. აი ეს ეხლა ერთ layer-ზეა, ბოდიში. ეს გავაერთიანებ მე, Control D-ი მოვხსნი მონიშნოს. ეს ცოტა ქვემოთ ჩამოვწევ აი ეს. იგივეს გავაკეთებ, ასე ვთქვათ, შემდეგი ეტაპი ეს არის. წერილი ან კონვერტი, ასე მეილისთვის. აქაც მოდი ჯერ ავიღებ. მსგავს წრეს. Shift Alt-ით და აი ამით ესეთი ზომის წრე ავიღე. მოვკიდებ ხელს ამ წრეს, შუაში დავდგებ, მოვკიდებ ხელს და ჩამოვიტან ქვემოთ. ჩამოვიტან ქვემოთ აი აქ. აი ესე. ახალ წრეს ავიღებ. ახალ layer-ს ავიღებ. მეილისთვის მინდა და ამიტომ აქ დავწერ mail. და ჩავასხო მწვანე ფერს, ხო? Alt backspace-ით ჩავასხე მწვანე ფერი. Control D-ი მოვხსნი მონიშნავს, მოვიტან ახლოში და მე აქ მჭირდება ესეთი რაღაცა, ისევ გადავალ აი აქ Custom Shape Tool-ში და აქედან ავირჩევ აი mail-ი მინდოდა აი ამას. და აი აქ გადავატარებ აი ესეთნაირად. პაზებში გადავალ, მარჯვენა ღილაკიდან fill პაზი და მე აქ მჭირდება თეთრი ფერი. კოლორებში ავირჩევ თეთრ ფერს. ან შემიძლია აქედან ავიღო დავაწყაპუნო აი აქ. ოღონდ აი აქ მომცემს, ანუ შეიძლება გადავაქციოს smart object-ად. ნახოთ, რაზე მაქვს საუბარი. აი ეს ამის ფონის ფერია და აი აქ ნახეთ, უნდა layer-ზე გადავიდე. ოღონდ აი აქ საუბარი ამაზე რომ აი ეს სად დავსვი. ანუ ახალ layer-ზე ჯობდა ეს რომ დამესვა. იმიტომ რომ ნახეთ თეთრი ფერი სად ჩაესხა. ამიტომ შემიძლია ესეთი რაღაც გავაკეთო, ისე შეიძლება smart object-ად გადავაქციო. მოდი საერთოდ წავშალოთ და ახლიდან ავიღოთ. აი ეს ავიღოთ ახალი layer-ი, უბრალოდ აი აქ გადავატაროთ აი აქ. ავიღოთ აი ეს და ნახოთ. პაზებიდან მივიღოთ make selection და make selection-ში ჩავასხათ, ასე ვთქვათ, თეთრი ფერი. Control D-ი მოვხსნათ მონიშნა. Control D-ი მოვხსნათ მონიშნა, თეთრი ფერი ჩავასხით და მივიღეთ აი ეს ვარიანტი აი აქ. ანუ ეს თვითონ ეს ასე ვთქვათ კომპონენტი იყო მხოლოდ ესეთი და კონტურებზე ჩაესხა თეთრი ფერი. თუ შემოვიტანდეთ სხვას, ახლა აქ შემთხვევაში სხვა ვარიანტი არ გვაქვს, თუ არ ვცდები, ან shape-ებში გადავიდეთ, თუ გვაქვს მსგავსი shape-ებში, იქიდან შემოვიტანოთ. თუ არა და მაშინ ჩვენ ასევე დაგვჭირდება, თუ shape-ებში არ არის მსგავსი, ჩვენ ასევე დაგვჭირდება მაშინ შემოტანა, როგორც შემოვიტანეთ web-გვერდიდან აი აქ icon mail-ის და აქედან შეგვიძლია მერე უკვე
თუნდაც აი ავიღოთ ნებისმიერი აქედან აი ეს მაგალითად ეს რომ შევინახოთ save images გადმოვიტანოთ აი აქ ჩვენ სურათებში და თუ მსგავსი ანუ უკეთესი ვარიანტი თუ არის ჩვენი საზრით ეს მოდი ეს მაშინ წავშალოთ არ გვდაგვჭირდება აი აქედან და თუ უკეთესი ვარიანტი არის შემოტანა ასე ვთქვათ მოდი ისევ place embedded-ით შემოვიტანოთ აი ეს დავაპატარავთ ჩვენ მოდი ჩვენ გვინდა რომ ეს თეთრი რაც არის აი აქ ხო თეთრი რაც არის უბრალოდ შავი ფონი გვინდა მოვხსნათ შავი ფონის მოდი ჯერ კიდევ დავაპატარავთ აი ესეთნაირად და გვინდა შავი ფონი მოვხსნათ ოღონდ თეთრი და შავი ფონიც გვინდა მოვხსნათ ამიტომ მოდი Ctrl+T კიდე დავაპატარავთ ეს რომ ზედმეტი ფონი მოვხსნათ აი ეს აქედან საშლელიდან ეს იქნება Magic Erase თულით რა თქმა უნდა Rasterize Smart Object-ად გადავაქციოთ თეთრი ფერი მოვხსნათ შავი ფერიც მოვხსნათ აი აქ შავზე დაწკაპუნებით შავი ფერიც მოიხსნება Ctrl დავაბრუნოთ ქვემოთ და აი მივიღებთ იმ ასე ვთქვათ იმ ღილაკებს რაც უნდა მიგვიღო უბრალოდ ფერი შეგვიძლია ჩვენ იგივე ფერი დავსვათ აი აქ აი ამ მწვანე ღილაკებზე რაც აქ იყო უბრალოდ ფერი ეგ არ არის ასე ვთქვათ რთული აი Magic-ით მოვნიშნავთ აი ამ მწვანე ფერს მოვნიშნავთ ოღონდ layer-ზე უნდა ვიდგეთ იმ layer-ზე რომელიც ეს არის ამიტომ ეს layer რო გამოვარკვიოთ ჯერ აქ დავაწყაპუნოთ გადავედით აი ამ layer-ზე ხო აი ეს არის შემდეგ გავიღოთ Magic Wand-ი მოვნიშნოთ აი ეს მწვანე და ამის შემდეგ გავირჩიოთ ზუსტად ეს ფერი რახან აი ეს ფერი გვინდა ზუსტად ხო აი აქ ფერებში ავირჩიოთ ეს ფერი აი აქ ეს ფერი ავირჩიოთ ანუ რაც ეს არის და ძალიან მარტივად გადავიდეთ აქეთ და Alt Backspace-ით ჩავასხათ Ctrl+D-ით მოვხსნათ მონიშნოს და მივიღებთ იგივე ფერს ასე ვთქვათ რაც უნდა მიგვიღო აი ეს კომბინაციები არის მოკლედ რომელიც მაინდა-მაინც არ არის რთული ну დაახლოებით მივიღეთ ის რაც უნდა მიგვიღო უბრალოდ დანარჩენი აქ ახლა წარწერების გაკეთების გარდა სხვა არაფერი არ არის დარჩენილი Ctrl+T მოვხსნათ მოვნიშნოთ და ესეც ოდნავ დავაპატარავთ Shift-Alt-ის დახმარებით ოდნავ დავაპატარავთ Enter-ით დავეთანხმოთ და ну ესეთნაირად მივიღებთ იმას რაც უნდა მიგვიღო დაახლოებით აი შევხედოთ დაახლოებით ის ვარიანტია რაც უნდა მიგვიღო ასე ვთქვათ აი თუ რამე შეკითხვა გაქვთ კითხეთ არაფერი ისეთი სირთული აქ არ არის ძალიან მარტივად შეგვიძლია მივიღოთ ნებისმიერი აქ მოცემული ასე ვთქვათ დიზაინი